ძაღლებს თუ თიყუშებს და ესე იგი იქ სასიკვდილო ეს საფრთხე ემუქრება და ამას ხომ ისინი ხო სერიოზულად იყებენ ამას. ჩვენ ვუყურებთ ამას როგორც მარაზმს, ხო? და ვერ ხვდებით ისინი ხვდებიან ისინი რომ კი თითქოს და წამყვანი ხვდება და ამბობს ეს არ არის სასაცილო სინამდვილეში და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს. ხო, როდესაც აი ამ ტიპის არაადეკვატურობასთან გვაქვს საქმე, ხო? მაშინ ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ ამ ტიპის არაადეკვატურობას შეზღუდოს გავლენა რაღაცა პროცესზე, მათ შორის პოლიტიკურ პროცესზე. ვინაიდან ახლა ეს არ არის არგუმენტი, რომ აი გიჟები არიან და გაგიჟდნენ და ეს უკვე შიზოფრენია და ასე შემდეგ რა გავლენას იქონიებს. არა, როდესაც შიზოფრენია ლეგალურია, შეიძლება სხვას, რომელსაც სხვა სუბიექტს ადამიანს, ჯგუფს ადამიანებს, რომელსაც შეზღუდული ინტელექტუალური ან კონკრეტული ფუნქცია გააჩნია, შეიძლება ეს მან მიიღოს როგორც დასაშვებ მაგალითად, ხო? აი საგიჟეთი დაიხურა, გამოვარდა ყველა ეს გიჟი და დღეს პოლიტიკაში ძალიან ბევრი გიჟი არის, ან დარწმუნებული ვარ, იქ კლინიკური სურათიც არის, ძალიან ესეთი ან ბიპოლარული აშლილობა, ან შიზოფრენია, ან სხვა ფსიქიური აშლილობები, ამდენად უნდა მორჩეს ეს ამბავი. უნდა მორჩეს ეს ამბავი, ვინაიდან უნდა ითქვას, რომ ეს არის ნორმა, ეს არ არის ნორმა. აი ეს რასაც 24 საათი ეს და სხვა არხები აკეთებენ, ეს არის არანორმალური რამ, რისი კულტივირებაც ხდება უკვე ამდენი წლის განმავლობაში.